თეატრალურში ჩაბარების დროს ახსენეთ, შევედი ოთახში და ერთი ბიჭი უკრავდაო და ძალიან შემიყვარდა. თეატრალურ ინსტიტუტში. ტრისტან ყველაიძე, თუმცა ის არ ყოფილა თქვენი პირველი ქმარი. სიმპათიური, თქვენაირი სიმპათიური იყო ჩემი ტრისტანიც, ხიბლავდა ბევრ გოგონას კი და მეც ასევე მოვიხიბლე და ვარ მეორე კურსი დავხურე, წავედი ბორჯომში, ბორჯომის სასტუმროში ვისვენებდი, გადმოვიხედე, აივნიდა და დავინახე არაჩვეულებრივი ყმაწვილი. აი მართლა არაჩვეულებრივი და ძალიან ბოლომდე სულ ვამბობდი, როდესაც უკვე დავქორწინდით და გადავხედავდი და ვფიქრობდი, გულწრფელობაში ჩამითვალეთ რა, ღმერთო, ამას რატომ შეუყვარდი? ამას რატომ მოვეწონე? ის იმდენად განსხვავებული იყო. მოვიხიბლე, მაგრამ ნუ რა მოვიხიბლე, მე აქტრისთან მელოდება, ვიღაცას ქუჩაში დაინახავ რა. და მე იმავე საღამოს მოხდა ისე, რომ ბორჯომის პარკში გავიცანით ერთმანეთი, თამაშობდნენ, ეს კამებზე რო ისხდნენ და ყურში რა დაფუჭებული ტელეფონი და იმან ყურში რაღაცა ჩამჩურჩულა და ვიქცედი რომ მოვეწონე. მე იმან გააღვივა. თავად გააღვივა, ეს არის ბედის წერა. ჩვენი ურთიერთობა და მომეწონა, ნუ ახლა იმის არ მოწონება არ შეიძლება. არა, გასაგებია, მაგრამ ჩამოხვედით და ეს ყველაფერი უნდა უთხრათ იმ. არა, არაფერი არ უნდა უთხრა. ტრისტანს შევხვდი და ის მაშინვე მიხვდა რაღაცაშია საქმე. ისე არ შევხვდი, როგორც საჭირო იყო. სიცივე წამოვიდა ეთქობა და ერთადერთი იყო, მე შენ გატყობ, რომ ჩვენ რაღაცა პაუზა გვჭირდებაო, ხო, რაღაცაშია საქმეო და არა, უკლეთ კაცები ხომ მიხვდებიან ხოლმე და მე უკვე რო თამასის ცოლად გავყევი, მახსოვს თეატრალურ ინსტიტუტთან კარებთან იდგა, ისე კარგად მახსოვს და სიგარეტს ეწეო და დავინახე ტრისტანი და მე და თამასი ესე ხელ ჩაკიდებულები მოვდივართ შეხლა. ცუდად ვიგრძენი თავი ძალიან და ეს ეპიზოდი გავახსენე ტრისტანს, მე უკვე ჩვენ რომ მაშინ ჩავიარეთ მე შენ რა იფიქრე ჩვენზე თქო, ჩემზე რა იფიქრე თქო. იცი რა მიპასუხა? მე ვიფიქრე არა, ღირდა, ჩემთვის უნდა ეღალატაო. მართლა, ღირს საოცარი პასუხია, იმიტომ რომ ბევრი მამაკაცი ამას არ იტყოდა. მარტივად მიიღეთ ეს პირველი ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება? ჩვენ სამი თვის ხელმოწერილები ვიყავით და არ ქონდა არანაირი თამასისთან მეუბნები, თამას აფხაიძესთან, ხო? არა, მე უკვე, იმიტომ რომ ოჯახი ესეთი თავისუფლე არ იყო ახლა როგორც არის. ხო, რამდენი წელი გავიდა უკვე? 60 წელი გავიდა. 19 წლის იყო. ვაკლებ, ხო, 60 წელი გავიდა, მაშინ სხვა შეხედულებები იყო, სხვა ზნეობა, სხვა მორალი, ასე თუ ისე. თქვენ მოგიწიათ ბაქოში წასვლა. როდესაც დენმა დაარტყა თქვენს მეუღლეს. თქვენს იქ იმყოფებოდ და მისი ძმა და მეგობარი დეა. ეს ტრაგედია, ხო, იცით რა არის, ნიკოლოზ? ცხოვრებაში ხდება ისეთი მომენტები, რომელიც მე სიზმარივით გაქრება. თითქოს მე არა, თითქოს სხვა იყო. არა და მე. ხო. რომელიც დავრჩი 2 თვე ნახევრის ბავშვით. ორსული. რა თქმა უნდა ეს ბავშვი ჩემი თამასია მხაიც, მისი გაგრძელება. ბაქოში ყოფნის დროს მკითხავთან წაგიყვანეს, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა. რატომ წაგიყვანეს? ძალიან დიდ განცდებში ვიყავი. მაშინ ეხოსკოპია არ იყო. ვინ მეყოლებოდა აქ? მე მინდოდა რომ თამასი ყოფილიყო მეორე პატარა და ასეც მოხდა. უთხრა რომ ბიჭი გეყოლება, მისი გვარის გამკრა, ეს სასწაული და იცით რანაირი ქალი იყო ის ბაქო. იცოდნენ აზერბაიჯანში ეს ცნობილი, აი როგორც დვანგა, აი ესეთი დონის. იყო ქალი, რომელიც სკამზე იჯდა, კუნძი. კიდურები არ ქონდა, არც ფეხები, არც ხელები, უბრალოდ აი ეს ქონდა თევზივით ფრთები. უი, რას ლაპარაკობ? ხო. არ შეგეშვა. საოცარი, აი ძალიან ცუდი გარეგნობის სახეზე, ძალიან ნაყვავილარის სახით, რაღაც საოცარია ჯოხი ეჭირა ხელში, კარტი გაშლილი, აი ასე, ყავა იქ ესე იგი
და რიგი ისეთი რომ ხო მე შავიც კი გამხადეს რომ არ მიხვდეს რომ შავებში ხარო რაღაცა თერფშა რომ შემხედა დიდხანს კი მიყურებდა და გაშალა ეს კარტი რა თქმა უნდა აქეთ-იქით დამხმარეები ყავდა და გაშალა ეს კარტი და მითხრა რომ ესე იგი შენ ორსულად ხარ შენ ბიჭი გეყოლება რაც მაინტერესებდა იმ მეუღლის ამბავიც გითხრათ რომ არა მეუღლის ამბავი არა შენო მარტო უნდა გაზარდო ეს ბავშვიო მეუღლე ნუ შეიძლება ეგ არ უთქვას მარტო უნდა გაზარდო გაზრდიო და შენ სამსახურში ყველაფერი წარმატებულად გექნებაო და ეხლა წადი აღარ მინდა დამანები თავიო და გაიყვანეთო დიახ ხო, უცნაურია. თბილისში დაბრუნების შემდეგ იყო რუსთაველის თეატრი, იყო პატარა ჩვილი, რომელიც მარტო უნდა გაგეზარდათ და ეს ყველაფერი ერთად რთული არ იყო დამწყები მსახიობისთვის. მშობლები რო არ მყოლოდა მე დედა, მამა ჩემი ლევან ფაჭუაშვილი, რა თქმა უნდა ვერ შევძლებდი ვერაფერს. სხვადასხვა შეძლებული მშობლები ყავდა კი. შემდეგ დაბრუნდა ისევ თქვენ ცხოვრებაში ის დიდი სიყვარული, რომელიც თეატრალურში გეწვიათ. რომელიც მეორე მეუღლე გახდა რამდენიმე წლის შემდეგ ტრისტანის გულისხმობ. დიახ. მარტივად დაიწყო მეორეჯერ ეს ურთიერთობა. არა სხვათა შორის აი ეს მე რაც გითხარით რომ წერილი მივწერე მეთქი ჩემ პირველ შეყვარებულს ხო აი ესეთი რაღაცა გავაკეთე აქაც აღარ შევხვდებით ერთმანეთს შენ თუ არ გაოფიციალურებ ამ ამბავს მეთქი და რაო მივეცი 3 დღის ვადა შენ მოხვალ ჩემ მშობლებთან და ამას ყველაფერს მისცემ ოფიციალურ ხასიათს და მე გავაგრძელებთ ჩვენს რომანს. მოვიდა. 3 დღის შემდეგ მოვიდა. კი, ჩემ მშობლებთან და ითხოვა ჩემი ხელი. ფიქრობდით შვილს როგორ მიიღებდა ან შვილი როგორ? არა, მანამდე მიღებული. ხო მოდიოდა ჩემი თამაზი. სხვადასხვა ჩემი პირველი შეყვარებულს თამაზი ერქვა, ჩემს პირველ მეუღლეს თამაზი ერქვა, ჩემ შვილს თამაზი ერქვა. 3 თამაზი. ორი მსახიობის თანაცხოვრება. ბევრი ამბობს რომ რთულია. იმიტომ რომ არის კონკურენცია, ეჭვიანობა, შენიშვნები. ყველაფერი მოსულა. ეჭვიანობაც? რა თქმა უნდა, ჩემგან მისგან აბარა უამისო. იჩხუბიათ ამის გამო. რა თქმა უნდა. აბარა, ზოგჯერ ძალიან სერიოზულად, ზოგჯერ ლაითად, ზოგჯერ საფერფლეც მის როლია მისთვის. დიახ. ხო და მას ჰქონდა ესეთი იცი და იუმორით უყურებდა ხოლმე. კონკრეტულად თვინმეზე უეჭვიანია და უთქვამს რომ არ გინდა ეხლა ყველაფერს ტელევიზია არის ეხლა ყველაფერი ვილაპარაკო უეჭვიანია რომელია და მეც ხო მოდი იმაზე ვილაპარაკოთ მე რომ მიეჭვიანი. მითხარით. ხა, იმიტომ ვიზე ეჭვიანეთ? პარტნიორზე? არა, ახალგაზრდა გოგონაზე. დიახ, რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და გავბრაზდი ერთხელ და საფერფლე ვისროლე. ის იქით მე აქეთ ოთახში და ახლა ვიცოდი რომ არ მოხდებოდა. მართლა იყო რომანი მათ შორის ან რამე? იყო, როგორ არის და როგორ არის? ესე იგი საფუძვლიანად გეეჭვიანებდა. დიახ, აბარა. ძალიან იმოქმედა მართლა ჩემზე, როდესაც გავიგე რომ მეორე მეუღლის გარდაცვალებასაც შეესწარით. გულიკო ჩაფიძემ მე მითხრა დაანებოს ამ პროფესიას თავიო. ურჩიო. და ვერა. ვერ შეელია პროფესიას. ვერა, ტკივილებს, ასე შემდეგ. ისეთ საქციელებს ხო იცი თეატრიდან ყოველთვის მოდის ხოლმე. შენ როგონი არათანასწორი ამბავი და სხვათა შორის იცით რა მინდა გითხრათ. შეიძლება არ უნდა ვთქვა, მაგრამ რობიკო მითხრა. იცი რაო, აი ტრისტანისთვის იყო როლებიო და რატო არ ვაძლევდი, არ ვიცოდიო. და ტრისტანმა ხო უფრო იცოდა რომ არ აძლევდა. ხვდები, ეს სულ განცდა. და განიცდიდა ამას. რა თქმა უნდა.